არსებობს ორი გარემოება ამ სტატუსთან დაკავშირებით. პირველი ის, რომ რაც არ უნდა საკამათო თუ არასაკამათო იყოს გადაწყვეტილება მიღებული ევროკავშირის მიერ, ის არ ეხება უკვე საქართველოს, იმიტომ რომ აღარავინ აღარ განიხილავს საქართველოს რეალურ წევრად ევროკავშირის ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, თუმცა ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა თავის ხასიათით არის საკამათო, მაგრამ მეორე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება ნებისმიერი ასევე არის გამოყენებული იმისთვის, რომ საბოლოოდ კიდევ უფრო მოხდეს, ასე ვთქვათ, ჩაბეტონება იმის ფორმალურ დონეზეც, რომ საქართველო აღარ გახდება ევროკავშირის წევრი და აღარ ექნება არანაირი, ასე ვთქვათ, გამოხატულება არც კონსტიტუციაში, არც სხვა კუთხით ჩვენს ქვეყანას, რომ იყოს ევროპული კავშირის წევრი და ზოგადად ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასე ვთქვათ, დაფიქსირება აღარ მოხდება არც საქართველოს კონსტიტუციაში, არც საჯარო გამოსვლებში. ამისთვის ივანიშვილი ეს ინსტრუქცია აქვს მას მიღებული კრემლიდან და კრემლის ეს ინსტრუქცია არის გატარებული ამ პაპუაშვილის ამ სტატუსშიც.